ამ წუთებში ფეხბურთის ფედერაცია 2025 წლის საფეხბურთო წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოს გამოავლენს პირდაპირ ეთერში ვრთავთ ღონისძიებას. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ფეხბურთის ფედერაცია მოგესალმებათ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოგესალმებით ყველას და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ლევანდე საღამოს გაუძღვებით ეკო ფანგანი და დიმიტრი ობოლაძე. დიდი მადლობა. ტრადიციულად წლის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულებს გადაეცემათ. თუმცა სანამ გავიგებთ ვინ არიან 2025 წლის საუკეთესოები, გთხოვთ მივესალმოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს. მოგესალმებით, ქალბატონო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონო ირაკლი, მადლობა მობრძანებისთვის, ტრადიციულად ჩვენთან ერთად იმყოფებით ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და განსაკუთრებული მადლობა თქვენი აქ ყოფნისთვის. მივესალმები დედაქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს, მადლობა კახი დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, მხარდაჭერისთვის ზოგადად. მივესალმები სპორტის მინისტრს ბატონი შალვა იმყოფება დღეს ჩვენთან ერთად და მადლობა ბატონო შალვა თქვენი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. მივესალმები ვეტერან ფეხბურთელებს, მივესალმები ჩვენ პარტნიორებს, მხარდაჭერებს, მეგობრებს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან, ვინც პირდაპირ ეთერის საშუალებით თვალყურს უადევნებს და ვინც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იმყოფება და ჩვენთან ერთად გაიარა ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული ფეხბურთის. დღეს განსაკუთრებული დღე არის, დამეთანხმებით, დღეს გამოვლინდებიან საუკეთესოები, რომელიც დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის, ვინც გამარჯვებული იქნება, ეს იქნება დამატებითი სტიმული, დამატებითი ემოცია მისთვის, რომ უფრო გაძლიერდნენ, უფრო კიდევ ძლიერები გახდნენ და რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისგებლობაა და უდიდესი ბედნიერება, როდესაც გაქვს პატივი შენ ქვეყანაში დასახელდეს საუკეთესოდ. მეგობრებო, ვიდრე დღეს ამ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, მე მინდა ხაზი გავუსვა განვლილ 10 წელს. თქვენ როგორც იცით, 2015 წლიდან 2025 წლის ჩათვლით 10 წელი არის, რაც მე მაქვს პატივი ვიყო ამ არაჩვეულებრივი ორგანიზაციის, ამ არაჩვეულებრივი სპორტის სახეობის, ფეხბურთის, ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელი და ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისგებლობაა, უდიდესი ბედნიერებაა და მინდა სიამოვნებით გავიხსენო ეს განვლილი პერიოდი და პირველ რიგში ცხადია თითოეულ თქვენთანაც მადლობა გადაგიხადოთ. პირველივე დღიდან დღემდე და ასე იქნება მომავალშიც ყოველთვის ვიძახდი, რომ შეუძლებელია ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა რაღაცას მიაღწიოს წარმატებას. თუ ერთიანები არ ვიქნებით, ერთი გუნდი არ ვიქნებით და თითოეულ ჩვენთაგანი ჩვენ მაქსიმუმს არ გავაკეთებთ და ალბათ ის კადრები, რასაც ვხედავთ, ეს თითოეულ თქვენთაგანის დამსახურებაა, ჩვენი დამსახურებაა, ჩვენ ერთად შევძელით შეუძლებელი, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ იყო საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ამ მიმართულებით, იმედგაცრუება იყო, ბევრ ადამიანს შეიძლება აღარც სჯეროდა, თუმცა თითოეულ მათგანს ჰქონდა გულის სიღრმეში იმის იმედი, რომ ჩვენ ამ წარმატებას მივაღწევდით და ნამდვილად 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ მოვხვდით იქ, რაზეც ვოცნებობდით. თითოეულ ჩვენთაგანი ვოცნებობდი მეც, როგორც პატარა ფეხბურთელი, პატარა ახალგაზრდა და დარწმუნებულად თითოეულ თქვენთაგანისთვის ის დღეები და ის პერიოდი იყო დაუვიწყარი. და ალბათ ვერანაირი სიტყვებით ვერ შევაფასებ მე იმ ემოციას და იმ მოვლენას, რაც ჩვენი თვალით ჩვენ იქ ვნახეთ, ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი და ძალიან მოხარული ვარო თქვენთან ერთად ჩვენ ეს შევძელით. ცხადია, უკვე მე-5 წელია ჩვენ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში კიდე ერთი საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, ფუტზალის ეროვნული ნაკრები იცით, რომ უკვე მეორედ მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, მათ შორის ჩვენ ორჯერ ვითამაშეთ 21 წლამდე გუნდით ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ როგორც მასპინძელი სტატუსით, ერთხელ როგორც ოფიციალურად გავედით, ანუ ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ, შემდეგ პლეი-ოფში დავამარცხეთ ხორვატია და ეს ყველა წარმატება, რა თქმა უნდა, არის ძალიან პოზიტიურად გასახსენებელი, თუმცა არის ეს წარსული და ცხადია თითოეული ჩვენთაგანისთვის, მათ შორის ჩემიც და თქვენი იმედი ყველასი გვაქვს, რომ ჩვენ მომავალ 10 წელს, მომავალ წლებს კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ, იმიტომ რომ ნამდვილად
არც ერთ ჩვენთანგანს არ გვინდა ის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პირველი იყო, ის იყოს ბოლო. რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდე ხშირად ვნახოთ ჩვენი ეროვნული ნაკრები ასეთ საფეხბურთო ფორუმზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ერთიანობით, ერთად დგომით და ერთიანი საქმის კეთებით ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ მივახცევთ და ამას ნახავთ ჩვენი თვალით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს ჩვენთან მეგობრობისთვის, ქართული ფეხბურთის საქმიანობისთვის. განსაკუთრებით მინდა ბატონო ირაკლი თქვენ მადლობა გითხრათ იმ საქმეებისთვის, რასაც აკეთებთ ქართული ფეხბურთისთვის, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ბოლო წლებში განხორციელდა, რაც უზარმაზარი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ფეხბურთისთვის და მე მჯერავს თქვენ გუნდთან ერთად, კახისთან ერთად, როგორც დედაქალაქის მერი და ჩვენ უამრავი პროექტები ერთად განვახორციელეთ. კიდევ ბევრ პროექტს გავაკეთებთ, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთის მასობრივობას, ქალთა ფეხბურთის განვითარებას, ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატის და საკლუბო ფეხბურთის ხელშეწყობას და მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც, მომდევნო წელს და შემდეგ წლებშიც კიდევ ერთ არაჩვეულებრივ წარმატებებს ერთად ვიზეიმებთ. მადლობა თითოეულ თქვენთანგანს მობრძანებისთვის, წარმატებულ საღამოს გისურვებთ, რა თქმა უნდა, ვუსურვებთ თითოეულ ნომინანტს და იმ გამარჯვებულებს, რომლებიც დღეს დასახელდებიან, წარმატებული სეზონი ქონოდეთ 20-26 და შემდეგი წლებიც, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის სამსახურში წარმატებული სეზონი ქონოდეთ. ეხლა კი პატივი მაქვს მოვიწვიო ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დიდი მადლობა, მივესალმები თბილისის მერს, სპორტის მინისტრს, მივესალმები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფედერაციის ხელმძღვანელობას, გენერალურ დივანს, ვიცე-პრეზიდენტებს, ფეხბურთელებს მოგესალმებით, ვეტერან ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აჯობს ყველას, ვინც არის ჩართული ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ძალიან მიხარია, რომ წლის შეჯამების ღონისძიებაში მონაწილეობ და ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაში. ეს წელი ნამდვილად წარმატებული იყო მთლიანობაში ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი ბეჯგუფში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბუნებრივია ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის. ახალგაზრდული ნაკრები იყო ასევე წარმატებული და პირდაპირ გაგებით რამდენიმე წუთი დააგდო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლამდე, ძალიან რთული ჯგუფიდან. ასევე ფუტსალი სადაც მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან დიდი მიღწევა და ასევე გამორჩეული იყო ინდივიდუალური მიღწევები ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ვარსკვლავების, მაგ ხუჩა კვარაცხელი არის, რა თქმა უნდა. განსაკუთრებულად გამოსარჩევი, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, წელს მოგებაც კი შეიძლებოდა. ასევე ოთარ გიტეიშვილს გამოყოფდი, რომელიც ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე, დებიუტი შედგა გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში. ეს არის ძალიან დიდი წარმატებები და რა თქმა უნდა, ეს წარმატებები მაგალითს აძლევს ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ ასეთივე უმაღლეს მიღწევებს. ეს მაგალითი არის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. 10 წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურება, ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი იყო თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი. და მე ვიყავი უშუალო მომსწრე იმისა, თუ როგორ გულით კეთდებოდა ეს საქმე და ყველაზე წარმატებული საქმე მაშინ არის, როდესაც ის კეთდება სიყვარულით და ამ შემთხვევაში საქმე კეთდებოდა სიყვარულით ქართული ფეხბურთის მიმართ და ეს არის პირველ რიგში ლევან გობიაშვილის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის. ჩვენი მხრიდან ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის. და უკვე აღნიშნა ლევანმა, რომ სერიოზული ინვესტიციებია დაგეგმილი. ამ მიმართულებით 30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა იწყება, აქედან 23-ის მშენებლობა უკვე მომავალ წელს დასრულდება და ასევე 8 ქალაქში აშენდება სრულფასოვანი სტადიონები, რაც ხელშეუწყობს ერთი მხრივ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეუწყობს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის განვითარებასაც და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ. მაქსიმუმი ჩაიდება ფეხბურთის განვითარებაში. ძალიან დიდია ინტერესი ბავშვებში ჩაერთონ ფეხბურთში და ხშირად ინფრასტრუქტურა ვერ უბავს ხოლმე მხარს ამ ყველაფერს. ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე დავაწიოთ ინფრასტრუქტურა ამ ზარდ მოთხოვნას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი, ქართული ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში. ეს არის არა მარტო
ეს ნიშნავს არა მარტო სპორტულ მიღწევებს, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეჯანმრთელობას, ჯანსაღწევების წესს, რაც მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს ბუნებრივია ჩვენს ბავშვებში და მომავალ თაობაში. ყველას მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ფეხბურთელებს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო კიდევ ერთხელ ფეხბურთის განვითარებაში, ვინც სულს და გულსდებდა თითოეულ საქმეში, რომელიც ემსახურება ქართული ფეხბურთის განვითარებას. ყველას განსაკუთრებული მადლობა და ასევე გამოყოფდი გულშემატკივრის როლს, რომელიც მოგების დროს თუ წაგების დროს გვერდით ედგა ქართულ ფეხბურთს და ჩვენს ფეხბურთელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც მოგების დროს, ასევე წაგების დროს, რომ ბოლომდე დაუდგეთ გვერდით ფეხბურთელებს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეუქცევადი იყოს ფეხბურთის განვითარება და ახალ გამარჯვებებს და წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა ფეხბურთელებმა. ამიტომ თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე იდგა ჩვენს ფეხბურთელებთან, ჩვენს ნაკრებთან, ჩვენს გუნდებთან, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, გამარჯვებები და წარმატებები მინდა გისურვოთ. 2026 წელი დგება და 26 კარგად გვაქვს დაცდილი ფეხბურთში და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქართული ფეხბურთის. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ირაკლი. ეხლა მინდა სცენაზე ვთხოვო დედაქალაქის მერი, ჩემი მეგობარი, ჩვენი მეგობარი, ბატონი კახი კალაძე. საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, სპორტის მინისტრს, ბატონ შალვას, ფედერაციის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას აქ ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები იმყოფებიან. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ, რაც გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ დღეს. ყველას მოგესალმებით ფეხბურთელებს, ჩვენს ტელემაყურებელს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ თუ რა გაკეთდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ფეხბურთის მიმართულებით. მე მაინც დავიწყებდი იქედან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ვითარება აქვს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ მშვიდობაზე, ბევრს საუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია, საუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ქართული ოცნება ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რატოა მნიშვნელოვანი მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება. მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა. ყველა წარმატება, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტში, ეს რაც ჰქონდა ჩვენ ბოლო ამ წლების განმავლობაში, შემთხვევითი არ არის მეგობრებო. შემთხვევით არაფერი არ ხდება და რა თქმა უნდა ეს არის შედეგი იმ პოლიტიკით, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. მე მინდა ყველა სპორტსმენს, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადო იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს. იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართულ ხალხს აჩუქეს და ყველას გვახსოვს ის ბედნიერი წუთები, სრულიად საქართველოს თვალსრემლიანი, როგორი ბედნიერი იყო იმ შესანიშნავ წუთებში, როდესაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოვხდით. როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჯგუფიდან გავედით. და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატებები გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ლევან, მინდა მადლობა გადაგიხადო როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, შენს გუნდს, აქ არიან ბიჭები, ყველას ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენს თანამშრომელს, იმიტომ რომ სწორი მენეჯმენტით, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს რა თქმა უნდა თქვენი დიდი დამსახურება. მე ძალიან მიხარია ის, რომ დღეს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ, ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, როგორ გამოავლინოს მისი საუკეთესო შესაძლებლობები. ყველა პირობა არის შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს. მე მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული სიყვარულისთვის სპორტის მიმართ და განსაკუთრებული სიყვარულისთვის ფეხბურთის მიმართ. და ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში, გაკეთებულ საქმეებში, სამომავლო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის
და ზოგადად სპორტისთვის. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, მშვიდობა უსურვო ჩვენს ქვეყანას, მთელ მსოფლიოს, წარმატებები, კეთილდღეობა თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს და ფეხბურთში და სპორტში კიდევ ბევრი წარმატებები და გამარჯვებები. მადლობა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ფეხბურთის ფედერაციაში ღონისძიება, სადაც წლის შეჯამება და საუკეთესოების გამოვლენა ხდება.